ბავშვი ჩემი დედიასგან მერგო 2 ჰექტარი ჩაის ფართობი. ცოტა ჩემი მეზობლებისგანაც მოვიმატე, ვიყიდე მეზობლებისგან და ახლა მაქვს 2 ჰექტარი ჩაის ფართობი. ჩემი მეზობლები უვლიან, იქაური მეზობლები. ჩემი ძმა და რძალი მეხმარება გურიაში და მოვყავს წელიწადში 500 კილო მაისის ხმელი ჩაი, საუკეთესო ნამდვილი გურული ჩაი. ჩემი მოყარე დათო ვაშალომიძე, ჩემი ძმის ცოლის მამა ასკანელი დათო ვაშალომიძე არის ჩაის ტექნოლოგი, რომელიც მეხმარება პატარა მინი ქარხანა აქვს, ხის როლერი აქვს და მეხმარება ამ ჩაის წარმოებაში და 500 კილო ხმელ ჩაის ვაკეთებთ ყოველ წელს. ეს 500 კილო მყოფნის კაფეში სტუმრებისთვის რომ დააგემოვნონ, ვისაც მოეწონება რომ თან გააყოლოს ასე თაღალდის და კილოს ტომსიკებში გვაქვს დაფასოებული. ბევრია კმაყოფილი, რა ვიცი, ამ 500 კილოს ვერევით, ეს ბევრი არა, მაგრამ კარგად ვერევით ამ რაოდენობას და ძალიან მიხარია რომ სტუმარიც კმაყოფილი მყავს, მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი მეზობლები, რომლებიც ჩაის კრეფენ, ისინი კმაყოფილები არიან. გემრიელი, ნამდვილი, ძველებური ჩაი რომ გახსოვთ, ძველი გურიდან ისეთი ჩაია. უნდა ფაიფურის ჩაიდანში დააყენოთ, გამოიყვანოთ ფერი, კონცენტრატი, აი ზავარკას რასაც ვეძახდით და მე გააზავოთ ცხელი მდუღარე წყლით. მე ზაფხულშიც მომწონს შინდის მურაბასთან ერთად სიხარულით გეახლებით ხოლმე და ისე უფრო ზამთრის სასმელია და ვისაც ენატრება ნამდვილი გურული, ნამდვილი კაი ჩაის გემო, ეს ის არის. ნამდვილად კაი ჩაია, ჩვენ ჩას ვეძახით გურულები. ჩვენს კაფეში იყიდება წლიდან წლამდე ყოფნის ეს 500 კილო. ჩვენთვისაც და თქვენთვისაც ამ ყოფია. პატარა შეფუთვებშიც გვაქვს და მოზრდილ შეფუთვებშიც. კილოგრამობითაც არ ვეუბნებით უარს თუ კი ვინმე მოიქოს.